იყო და არა იყო რა, იყო უფალი, რომელიც ქვეყნებს ურიგებდა ერთა. როცა ყველა ქვეყანა დაარიგა, მოვიდნენ დაგვიანებული ქართველები. უფალს აღარ ქონდა მათთვის ქვეყანა, გარდა იმ ულამაზესი კუთხისა, რომელიც თავისთვის ქონდა შემონახული. მაგრამ ქართველებმა ისე მოხიბლეს იგი თავიანთი ცეკვით, სიმღერით, საზღერძელოების თქმით და იუმორის ნიჭით, რომ უფალმა მათ უბოძა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი კუთხე, რომელიც თავისთვის უნდოდა. კი, ეგ მართალი ამბავია. ნამდვილად ვიმსახურებთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ კუთხეს. უკაცრავად, ვინ საუბრობს? როგორ თუ ვინ საუბრობს? ეს მე ვარ, ქართველთა წარმომადგენელი ნიურნბერგში. ჩემი სახელია ინკო. მიხარია შენი გაცნობა ინკო. და შენ თვლი რომ ქართველები მართლა განსაკუთრებული ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული ერია? მართლა? ой, შენ რა გითხარი? მაგაში ეჭვიგეპარება? არ არსებობს. ჩვენსავით ენამოსწრებული ერი, ჩვენსავით ანთებული და ლარი და რა. შენ რაღაც ძალიან დაწუნებული ჩახარ ამაში. ხო, ახლა რა ვიცი. მე არა მხოლოდ დარწმუნებული ვარ, მე შემიძლია კიდეც დაგიმტკიცო, შაცი. იცი რა ნიჭიერი ხალხი მყავს, იცი რა ხალხი დგას ჩემს უკან. ბავშვები ისეთი ლამაზები არიან, მაგათ ნახვა სცენაზე არაფერი არ სჯობს, შაცი. კარგი, შენ თუ ასე დარწმუნებული ხარ, მაშინ მიჩვენე, აბა რა შეგიძლია. მოიცა, შეკაი ადამიანო. უფალმა თუ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კუთხე გვაჩუქა, ახლა რაღაცა პატარა ბავშვებისთვის შენც რომ მოგეფიქრებია, რა ვიცი, მე იფიქრება ინც. ჰო. კაი ოხრები ვართ ქართველები, ყველაფერთან ერთად. მოდი ინკო, ასე მოვიქცეთ. ჯერ შენ დამიმტკიცე რომ ნიურნბერგის ქართველები მართლა ნიჭიერები ხართ და თუ მომეწონება თქვენი შოუ, საჩუქრები ჩემზე იყოს, მეტი კაი სიტყვა რა გინდა? ჩემი გული მაგათთვის დგერს. აი ნახე რა კლასი გაჩვენოთ.